მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებ საკვებ დანამატებზე წონაში კლებისთვის. ტოპ 5-ს ვიტყვი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, ყველაზე კარგად შესწავლილია და ყველაზე მეტი უსაფრთხოება თან რომელსაც აქვს. მეორე ტოპ 5-ს კიდე შემდეგ ვიდეოში და ასე დავაგროვოთ ცოდნა საკვებ დანამატებზე. ეხლა რატო საკვები დანამატები, იმიტომ რომ წამლები როგორც წესი უფრო მეტი გვერდითი ეფექტები აქვს, ჭირდება რეცეპტი და ადამიანების მიერ არის მოთხოვნა საკვები დანამატებზე ზოგადად. შესაბამისად და წონაში კლებისთვის კიდე ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდანვე უნდა ვთქვა სრული სიცხადით, რომ არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, არ არსებობს ისეთი საკვები დანამატი, რომელსაც დალევ და დაიკლებ მიუხედავად იმისა, რამდენ შეჭამ. ესეთი არ არსებობს და მეტიც არც იარსებებს სავარაუდოდ. ყველას ჭირდება კვებითი ხელშეწყობა, ანუ დიეტა, ნაკლები კალორიების მიღება, ოღონდ მაშინ იტყვის ადამიანი, რომ ანუ თუ ხშირად არის ხოლმე რომ ამბობენ, რომ აი თუ დიეტა დავიცავი, რაღაცი მჭირდება რამის დალევა. ხო, იმიტომ რომ ვისაც დიეტა დაუცვია, ძალიან კარგად იცის იმ ადამიანმა, რომ ძალიან ძნელია დიეტის დაცვა, მით უმეტეს ხანგრძლივად და ამიტომ ჭირდება ისეთი რაღაცები, რაც დაეხმარება, თუნდაც მადა დათრგუნოს, ან მეტაბოლიზმი ააჩქაროს, ან ცხიმების წვა გააძლიეროს, ან კიდე თქვათ კუნთები რომ არ განელიოს. ამიტომ თავისი როლი აქვთ საკვებ დანამატებს, ამიტომ ვისაუბროთ მათზე. ყველაზე ხშირად გამოყენებული და ყველაზე პოპულარული არის კოფეინი. კოფეინის კლასიკური მაგალითია ყავა და ისედაც კოფეინი. კოფეინი ადენოზინის რეცეპტორებზე მოქმედებს ტვინში და ტვინის მოდუნების საშუალებას არ აძლევს, ანუ მოქმედებს როგორც სტიმულანტი, ასევე დოფამინის და ნორადრენალინის დონეს ზრდის და ამით ცოტა მადას ამცირებს და ცოტა კიდე მეტაბოლიზმს აჩქარებს. დაახლოებით კოფეინის მოქმედება გრძელდება 6 საათის განმავლობაში. თუ ვიტყვით, რომ რამდენით აჩქარებს მეტაბოლიზმს, 10%-მდე აჩქარებს, ოღონდ თუ ადამიანის შეუჩვეველია კოფეინს, ადამიანები ვინც შეჩვეულები არიან, მათში შეიძლება 2-3%-ით აჩქაროს მხოლოდ. ასევე ასტიმულირებს თერმოგენეზს კოფეინი, ანუ ენერგიის წარმოქმნას, ამიტომ რომ აი თუ ცივა ადამიანს, სვამენ ხოლმე ცხელს ასმელებს, ერთი რა თქმა უნდა რომ ის სითბო ათბობს და მეორეს მხრივ კიდე ცალკე ყავა სითბოს წარმოქმნას აძლიერებს, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელდეს, 1-2-3 საათამდე დაახლოებით. ასევე თრგუნავს მადას, მაგრამ არა ძლიერად ყავა და კოფეინი ზოგადად დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, მაგრამ არა მნიშვნელოვნად. ყავა თუ კოფეინი თუ ყავა, ესეთი კითხვაა ხოლმე, რომელი ჯობია დანამატის სახით კოფეინი თუ ყავის სახით. ყავას უპირატესობა აქვს, რომ ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს და ორგანიზმისთვის სითხესაც იღებს. შესაბამისად მე ვიტყოდი ყავას, რეკომენდირებული დოზა რამდენიაო, რომ ამბობენ 100 მილიგრამიდან 400 მილიგრამამდე კოფეინი, ეგ არის დაახლოებით 1-4 ჭიქა. ნორმალური ყავა ერთ ჭიქაში დაახლოებით 100 მილიგრამამდე კოფეინს შეიცავს. როდის ჯობია კოფეინის დალევა, ჯობია დილით და კვებამდე დაახლოებით 9 საათით ადრე, ან ვარჯიშამდე 9 საათით ადრე და დილით. საღამოთი არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება არ დააძინოს ადამიანი და ძილში შეუშალოს ხელი, ამიტომ დაახლოებით 6 საათის განმავლობაში. არიან ადამიანები, რომელსაც 9 საათით ადრე არ უნდა მიიღონ, ეგ თქვენ და დააკვირდეთ, ან თქვენ შემთხვევაში რამდენ ხანს მოქმედებს ყავა და მაგის მიხედვით. რომ თქვათ რამდენად ხო, არ შეიძლება კიდე კოფეინის მიღება ერთბაშად, აი რო თქვას, რომ მოდი 400 მილიგრამი ხო უნდა მივიღოთ დღიურად და მოდი ერთბაშად 400 მილიგრამს მივიღებ.
არ არის სწორი, რადგან ნერვულ სისტემაზე შეიძლება იმოქმედოს და იცით ალბათ, რომ ზოგ შემთხვევაში გულს აჩქარებს, არითმიები შეიძლება გამოიწვიოს მაღალ დოზებში, ნერვიულობა, აი ადამიანი აღელვებული, აშფოთებული როა, ეგეთი შეგრძნებები შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ მაღალი დოზები არ არის რეკომენდირებული. მეორეს მხრივ თუ ვიტყვით როგორი უსაფრთხოება აქვს, კარგი უსაფრთხოება აქვს, ყავა უსაფრთხოთაა მიჩნეული მათ შორის ხანგრძლივი მიღების პირობებში, თუ შევაფასებდით 10-დან უსაფრთხოებაში 8-ს დაუწერდი, მეტს იმიტომ არა, რადგან ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს, ზოგი ადამიანი ზედმეტად მგრძნობი არის ყავის მიმართ და ეფექტურობაში დაუწერდი 6-იანს ან 7-იანს. ჯამში არის ეფექტური და საკმაოდ კარგია. მეორე ადგილზე გავიყვან მწვანე ჩაის, ანუ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის უსაფრთხოებისაც. მწვანე ჩაი შეიცავს კატექინებს, კატექინებიდან EGCG ქვია, მისი მთავარი კომპონენტი რაც არის და ეს აკეთებს, რომ რამდენიმე მოქმედება აქვს მოკლედ, ერთი რომ კალორიების დაწვას აჩქარებს, ასევე მადას ამცირებს და მწვანე ჩაიში შემავალი კოფეინი, რომელიც ბევრი არ არის, მაგრამ მაინც არის, სტიმულანტი მოქმედება აქვს და ესეც თავის მხრივ შიმშილს ამცირებს და მეტაბოლიზმს აჩქარებს ცოტათი. მაგრამ მწვანე ჩაის კატექინების შემადგენლობაც თავის მხრივ გრელინის დონეს ამცირებს, რომელიც არის შიმშილის ჰორმონი, თუმცა ეს შიმშილის შესამცირებელი მოქმედება ძლიერი არ აქვს, მსუბუქი, უფრო შეიძლება ითქვას მსუბუქი. ასევე მწვანე ჩაი ცხიმების წვას აჩქარებს და ეგეც კარგია და ასტაბილურებს შაქრის დონეს სისხლში. ოღონდ ეს მოქმედებები რა თქმა უნდა მსუბუქად და სუსტად გამოხატული აქვს და არა ძლიერად. ოპტიმალური მიღება მწვანე ჩაის არის 2-3 ჭიქა დღის განმავლობაში, დაახლოებით ეს გამოდის 200-300 მილიგრამი კატექინები და 30-50 მილიგრამი თითო ჭიქაში კოფეინი, უფრო ცოტა ვიდრე ბევრი, ანუ 30-ისკენ არის უფრო, ანუ ბევრ კოფეინს ვერ მიიღებ მწვანე ჩაისგან, მაგრამ მაინც და რაც აი ეგეთ ძალიან ცოტა დოზაში მაინც რაღაცას აკეთებს. საუკეთესო დრო არის 30 წუთით ადრე კვებამდე, რადგან შეამციროს მადა და ზოგ შემთხვევაში ზოგ ადამიანს უღიზიანებს კუჭს და ამიტომ ჯობია რომ მიიღო საკვებთან ერთად. ეგეთ დროს თუ კუჭს გიღიზიანებს, უნდა დააკვირდე 300 მილიგრამამდე მიიჩნევა უსაფრთხო დღიურ დოზად და არ არის რეკომენდირებული 800-ზე მეტი მილიგრამის მიღება, რადგან ტოქსიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და ჯამში კარგად არის შესწავლილი მოკლედ მწვანე ჩაის ეფექტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოქმედება რაც აქვს არის რომ მოქმედებს ესე იგი იმ ფერმენტს თრგუნავს, რომელიც ნორადრენალინის დაშლაზეა პასუხისმგებელი და მეტი ნორადრენალინი გვაქვს და ეს ნორადრენალინი კიდე ცხიმის წვას აძლიერებს. შესაბამისად, ანუ მწვანე ჩაი ცხიმის წვას აძლიერებს და ამ მხრივ კარგია. ეფექტურობაში მივცემდი 6-იანს ან 7-იანს, უსაფრთხოებაში მივცემდი 9-იანს, რადგან ძალიან ეფექტურია და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საკვები ეს არის უსაფრთხოა. ძალიან და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საკვები დანამატია. მესამე ადგილზე გავიყვანდი ერთ მნიშვნელოვნად ცილებს პროტეინების ფხვნილს. პროტეინების ფხვნილი არის ნამდვილად უსაფრთხო, 10-დან 10-ია რეალურად, თუ ანუ გააჭარბებული დოზა არ უნდა მიიღო, რა თქმა უნდა, გააჭარბებული წყალიც არ ვარ გადა პროტეინი მით უმეტეს, მაგრამ თუ კი ვიტყვით, რომ ჯამური ცილის მიღება იქნება 2 გრამი კილოგრამზე დღის განმავლობაში, ანუ თუ 70 კილო ხარ, დაახლოებით 140 გრამი ცილა რომ მიიღო და არა მეტი, აბსოლუტურად უსაფრთხოა თითქმის ყველა ადამიანისთვის და
ძალიან მაღალი უსაფრთხოება აქვს. ძალიან ბევრი დიდი დადებითი თვისებები აქვს ცილებს, ანუ პროტეინების მიღებას. პირველი რაც არის პირდაპირ მოქმედებს კუჭის ჰორმონის გრელინის გამომუშავებაზე, თრგუნავს მის გამომუშავებას, ასევე ნაწლავების ჰორმონების, ქოლეცისტოკინინის, GLP-1-ის, PYY, ესე ქვია კიდე, ეგ არის მათ რაოდენობას GLP-ის და PYY-ის ზრდის, რადგან სიმაძღრის შეგრძნებას და სისავსის შეგრძნებას იწვევს და ცილა კიდე თავის მხრივ, ანუ მადას ჯამში კარგად თრგუნავს და ცილა კუნთოვანი მასის შენარჩუნებას იწვევს, ხელს უწყობს, მით უმეტეს წონაში კლების დროს, რადგან ვიცით, რომ წონაში კლების დროს არა მარტო ცხიმი, არამედ კუნთიც იწვის ყოველთვის და გარდაულად და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმს აჩქარებს ცილები, ასევე ცილას აქვს მაღალი თერმული ეფექტი. მაღალი თერმული ეფექტი ნიშნავს, რომ როცა იღებ ცილას, დიდი რაოდენობით კალორიებს თან წვავ, ვიდრე ან მის მონელებაში დიდი რაოდენობით კალორიები იხარჯება. პერსპექტივაში რომ ჩავსვათ ეს და თუ ვიტყვით, რომ ნახშირწყლების მონელებისთვის იხარჯება დაახლოებით იმავე ნახშირწყლს, რასაც იღებ, თქვათ 500 კალორია ნახშირწყალი მიიღე, ხო? აქედან თითქმის 10% შეიძლება დაიხარჯოს, 5-დან 10%-მდე დაიხარჯოს. ანუ თუ ვიტყვით, რომ 500 კალორია ნახშირწყალი მიიღე, იქიდან სინამდვილეში მიიღე დაახლოებით 450 გრამი ან სადღაც ესე, შეიძლება კიდე ცოტა მეტი. მაგრამ ცილის შემთხვევაში თუ მიიღე 500 კალორია ცილა, მაშინ 30%, ანუ თითქმის მე-13 შეიძლება დაიწვას მისივე მონელებაში. ანუ თუ მიიღე რეალურად 500, თითქმის 200 კალორია, 100 რაღაცა დაიწვება, ანუ რეალურად მიიღებ 300 რაღაცა კალორიას და არა 500. მიუხედავად იმისა, რომ რაც აწერია, ესე 500 მიიღე. ამას ქვია მაღალი თერმული ეფექტი, რომელიც აქვს ცილებს, რომელიც აქვს პროტეინებს და ეს წონაში კლებას მნიშვნელოვნად ეხმარება, რა თქმა უნდა, იმ სისავსეს შეგრძნებასთან ერთად, რაც ადამიანს აძლევს, რა თქმა უნდა, ამასაც ჭირდება დიეტა და კვებითი ხელშეწყობა და ბევრი კვლევით არის დადასტურებული, რომ თუ კი ადამიანი იღებს ნაკლებ კალორიებს და იღებს თან ცილებს, ან პროტეინების ფხვნილს თუ იღებს, ბევრად უფრო ჩქარია კლება, ვიდრე მის გარეშე. ანუ რეალურად ეფექტურია და რეალურად მუშაობს. თან ასეთი მაღალი უსაფრთხოების პირობებში მოკლედ ერთ-ერთი საუკეთესოა და დაახლოებით რამდენი უნდა მიიღოს და როდის უნდა მიიღოს ადამიანმა 20-30 გრამი ფხვნილი უნდა მიიღოს, 20-30 გრამი ცილა უნდა იყოს იმ ფხვნილში, იმ პორცია ფხვნილში, რასაც მიიღებს ადამიანი ერთხელ ან ორჯერ დღეში. დილით სასურველია, რომ მთელი დღის განმავლობაში მადა შეამციროს და ვარჯიშის შემდეგ აღდგენისთვის ან კვებებს შორის, რომ ისევ მადა შეამციროს. გააჩნია ანუ ინდივიდუალურად როგორ ურჩევნია ადამიანს. ცილების სხვა ვარიანტები არსებობს. მაგალითად whey ცილებს რომ ეძახიან, ეს არის შრატის ცილები, რომელიც ადვილად შეიწოვება და კარგია. კაზეინის ცილები ნელა შეიწოვება, მაგრამ სტაბილურად აძლევს ადამიანს ენერგიას და მცენარეებზე დამზადებული ცილები კიდე კაია იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან ვეგანები ან ვეგეტარიანული ცილა, ვისაც უნდა მოკლედ. მე ძალიან მაღალი ქულით შევაფასებდი ცილებს, ეფექტურობა 8-დან 9-მდე და უსაფრთხოება 10-დან 10 ერთმნიშვნელოვნად, რადგან არაფერი მნიშვნელოვანი ზიანი არ მაქვს, ოღონდ რა თქმა უნდა დოზა უნდა დაიცვათ, ანუ არ შეიძლება რომ მეტი მიიღოს ადამიანმა, მერე ეგრე არ შეიძლება თირკმელებისთვის დატვირთვა, ანუ ზედმეტი არ უნდა მიიღო, მაგრამ იმ ფარგლებში რაც თქვი უსაფრთხოა,
მეოთხე ადგილზე გავიყვანდი საკვები ბოჭკოებს, საკვები ბოჭკოებიდან გლუკომანანი და ფსილიუმი ერთმნიშვნელოვნად ორივე ერთი და იგივე რამეს აკეთებს, რეალურად უკავშირდება წყალს, ქმნის ჟელეს მსგავს სუბსტანციას, რომელიც შემდეგ კუჭში და ნაწლავებში ქმნის ამ ჟელეს მსგავს მასას, რომელიც ხელს უშლის შეწოვას საკვებისას და ასევე იწვევს სისავსის შეგრძნებას. ერთ-ერთი საუკეთესოა მოკლედ ესეც ანუ საკვები ბოჭკოები მე თავის მხრივ კიდე როცა ნაწლავებში ფერმენტირდება ბაქტერიების მიერ მოქმედებს როგორც პრებიოტიკები, ანუ საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესოა მოკლედ, რისი მიღებაც შეუძლია ადამიანს და სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. ახლა რომელი ჯობია, მწვანეში კლებისთვის პირდაპირ გლუკომანანი ჯობია, უფრო ეფექტურია ბევრად, მაგალითად ფსილიუმი იკავშირებს 12-13 ჯერ მეტ წყალს და გლუკომანანი იკავშირებს 50 ჯერ და ზოგჯერ 200 ჯერ მეტ წყალს, ვიდრე თავისი მასა, ვიდრე თავისი წონა. ოღონდ პრობლემა აქვს გლუკომანანს, რომ შეიძლება დაახრჩოს ადამიანი, მაგალითისთვის თუ კაფსულა ჩაყლაპა ადამიანმა, თქვათ, ან უბრალოდ ფხვნილი ჩაყლაპა ისე რომ საკმარისი რაოდენობით წყალი არ მიაყოლა, საყლაპავში შეიძლება დაიწყოს ფართოდ გაფართოება, გაფუება, იმიტომ რომ წყალს იკავშირებს ინტენსიურად და შეიძლება დაახრჩოს ესე ადამიანი, მიაწვეს მერე სასუნთქ გლებს და დაახრჩოს. ეს რო არ მოხდეს, აუცილებლად დიდი რაოდენობით წყალი უნდა მიაყოლოთ, როგორც კი დალევ, მაგალითად თუ გლუკომანანი გახსენი წყალში და უნდა გახსნა 1 გრამი სამჯერ დღეში, ანუ 1 გრამი გლუკომანანი იხსნება წყალში, როგორც კი გახსნი, ეგრევე უნდა დალიო და კიდე უნდა დააყოლო მერე წყალი, რომ კარგად ჩაირეცხოს საყლაპავი. ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოა და ასეთ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია, იწვევს მოკლედ მალევე ნაყრევანების გრძნობას და ხანგრძლივი მიღებისთვისაც ეფექტურად მიიჩნევა. ფსილიუმი კიდევ უფრო უსაფრთხოა, მაგრამ შედარებით ნაკლებ ეფექტურია, თუმცა იგივე თვისებები ახასიათებს, მაგრამ ჩათვალე რომ იგივე ეფექტისთვის ბევრად მეტი ფსილიუმის მიღება გჭირდება. თუ კი გლუკომანანი დღეში 1 გრამი მიიღება, ფსილიუმი დაახლოებით 5-10 გრამი მიიღება. შეიძლება როგორც ფხვნილად, ასევე კაფსულების სახით, გლუკომანანსაც სჭირდება რომ ბევრი წყალი დააყოლო. კაფსულები არაპრაქტიკულია გლუკომანანის, იმიტომ რომ 10 კაფსულის დალევა ძნელია და 10 გრამი ფსილიუმის გახსნა, თუმცა 10 გრამი ერთბაშად არ უნდა დალიო, უნდა გაყო დღეზე, სასურველია რომ გაყო დღეზე როგორც მინიმუმ 5-5 გრამი ან 3-3 გრამად შეიძლება სამჯერ მიიღოს ადამიანმა და კაფსულებით ნაკლებ პრაქტიკულია მოკლედ და შესაბამისად პრაქტიკულობის მხრივ გლუკომანანი ჯობია რა თქმა უნდა, თუმცა უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვას ადამიანმა. გლუკომანანიც და ფსილიუმიც ორივე სისხლში ასტაბილურებს გლუკოზის დონეს. მე ფსილიუმი მიყვარს სუბიექტურად, რადგან მოკლედ ძალიან ბევრი კვლევები აქვს უსაფრთხოებაზეც, ეფექტურობაზეც და თუ კი ორივეს ვიტყვით, ფსილიუმი საუკეთესოა, თუმცა გლუკომანანს უფრო მაღალი ეფექტურობა აქვს, ეს ფაქტია, მაგრამ უსაფრთხოება ვინაიდან ნაკლები აქვს, მე მაინც ფსილიუმს ვაინჭებ ხოლმე უპირატესობას. ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, ვისაც შეკრულობა აწუხებს ამ ადამიანებისთვის ფსილიუმი ასევე ჯობია და ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საკმარისი რაოდენობით წყალი უნდა მიიღოთ, ეს არის გარდაულად მნიშვნელოვანი. ახლა მოდი ვთქვათ შემდეგი მეხუთე არის კაფსაიცინი. კაფსაიცინი არის კომპონენტი, რომელიც შედის მწარე წიწაკის შემადგენლობაში. კაფსაიცინი აძლიერებს თერმოგენეზს, ანუ სითბოს წარმოქმნას ორგანიზმში და წვავს კალორიებს, დაახლოებით 5-10%-ით აძლიერებს ცხიმების წვას და ასევე მოქმედებს გრელინზე, გრელინის დონეს ამცირებს და მადას ამცირებს და GLP-1
ჰორმონის დონეზე მოქმედებს და აუმჯობესებს მის მოქმედებას და ადამიანს უფრო მეტად უჩნდება ნაყროვანების და სისავსის შეგრძნება და დაახლოებით ამის გამო ადამიანი 10-15%-ით ნაკლებს ჭამს ყოველ ჭამაზე. ხო, ანუ 10-15% შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ დიდი არაფერია, მაგრამ ადამიანები როცა კალორიებს ითვლიან ან თავის კვების რაციონს უყურებენ და აკონტროლებენ, ის 10-15% საკმაოდ ბევრია. 10-15% ყოველ ჭამაზე ნაკლები რო ჭამო, უკვე დაიკლებ თუ ჩავთვლით რომ ბევრს არ ჭამ. ხო, ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ასევე კაფსაიცინი ასტიმულირებს ყავისფერი ცხიმის წარმოქმნას. ყავისფერი ცხიმი არის ისეთი ცხიმი, რომელიც წვავს პირიქით კალორიებს და არათუ როგორც ცხიმი ისე მოქმედებს, არამედ წვავს კალორიებს და სითბოს წარმოქმნის. შესაბამისად, ანუ ყავისფერი ცხიმი წვავს ჩვეულებრივ თეთრ ცხიმს, რომელსაც ჩვენ ვებრძვით. ამიტომ მისი წარმოქმნაც კარგია, სისხლის წნევაზე მოქმედებს ასევე დადებითად კაფსაიცინი და დაბლაწევს, თუმცა ეს მოქმედება გამოხატული არ არის. ასევე ასტიმულირებს კუჭის წვენის წარმოქმნას, მჟავიანობის, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც გასტრიტი აქვს ან კუჭის წყლული აქვს, მათთვის არ შეიძლება, რადგან მათთვის პრობლემაა ეს კუჭის ზედმეტი სტიმულაცია. ამიტომ არის, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები კაფსაიცინის მიღების შემთხვევაში, ვისაც აქვს კუჭის პრობლემები. ასევე იმისთვის რომ თავიდან აიცილოთ, საკვებთან ერთად უნდა მიიღო, რომ გასტრიტის განვითარება და კუჭის გაღიზიანება თავიდან აიცილო. საშუალო დოზა რეკომენდირებული არის 2-დან 10 მილიგრამამდე დღის განმავლობაში. ეს შეესაბამება დაახლოებით 1-2 გრამ მწარე წიწაკას და ძირითადად საკვებთან ერთად. მისი ხანგრძლივი მიღება როგორც წესი შეიძლება და პრობლემა არ არის. ეფექტურობაში დაუწერდი 6-იანს, უსაფრთხოებაში დაუწერდი 9-იანს. ოღონდ გაფრთხილებით, რომ ვისაც კუჭის პრობლემები აქვს, იმან არ უნდა მიიღოს. სხვა მხრივ უსაფრთხოა და საკმაოდ კარგია და ასევე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებაც აქვს. კაფსაიცინის კრემებიც ალბათ იცით წასასმელი რო არის, რომ აი სახსრებისთვის და ზოგადად კუნთოვანი ტკივილისთვისაც ან ნერვული რეცეპტორების მგრძნობელობას ამცირებს. მოკლედ, ბევრი დადებითი თვისება აქვს კაფსაიცინს, არა მხოლოდ წონაში კლება, ამიტომ კაფსაიცინს ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ეხლა შემდეგ ვიდეოში, არ ვიცი, შეიძლება ხვალ გადავიღო, შეიძლება ზეგ. ამ ვიდეოს გაგრძელება იქნება სინამდვილეში, რომელზეც ვისაუბრებ წონაში კლების კიდევ 5 საკვებ დანამატზე. ხო, აქვე მადლობა ყველა ადამიანს, ვისაც გტკივათ რეალურად ეს საქართველო და საქართველოში მიმდინარე ამბები, დიდი მადლობა და იმედია, რომ ყველა ჯამში ყველა ადამიანი გაანალიზებს, რამდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული მომავალი. ევროპული მომავალი არ არის მარტო სიტყვები და ვიღაცებს შეიძლება გონიათ კაი ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენთვის დაცვა, თუნდაც რუსული საფრთხისგან და თუნდაც სხვა საფრთხეებისგან. თუ გავიხსენებთ, ევროკავშირში არ ყოფილა ომი და მე ვიცი, რომ ბევრი ვინც მიყურებს არიან დედები და ბევრს ეშინია ომის, ბევრს ეშინია, რომ მისი შვილი არ მოკვდეს ომში და სინამდვილეში ეს ომი ევროპაში არ არის ხოლმე ეს ომი არის რუსეთში და რუსეთის მოკავშირეებში. გადახედეთ რუკას, გადახედეთ ისტორიას, ევროკავშირში ომი არ ყოფილა მისი შექმნის დღიდან. შესაბამისად, ომის საფრთხე რუსეთთან უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ევროპასთან თუნდაც ალიანსში ყოფნისას. ამიტომ რუსეთის გზა არ არის მშვიდობის გზა.
ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია რომ ხშირად აუხსნათ ადამიანებს იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების ვისაც აქვს შიში ომის და ხო იმიტომ რომ პირველები ზუსტად რომ ჩვეულებრივი ხალხი ზარალდება ომში და არა მაღალჩინოსნები ხო აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის